იცით რა უცნაურია რომ ჩვენ ფილმი გადავიღეთ წარსულზე და ის აღმოჩნდა მომავალზე სრულად მოულოდნელად ჩვენთვის იმიტომ რომ 80-იან წლებშიც კი ეს იყო ფანტასმაგორია ჩვენ არ გვჯეროდა რომ ესეთი რამები ხდებოდა რომ ადამიანებს კრებდნენ უბრალოდ რაოდენობა რო ყოფილიყო და ქუჩიდან იყვავდნენ რომ პატარა ბავშვებს იჭერდნენ 80-იან წლებში ეს უკვე წარმოუდგენელი იყო და ამიტომ იყო მონანება ამ ფორმით მოწოდებული ფანტასმაგორია აბსურდი მაგრამ აღმოჩნდა რომ ჩვენ გადავიღეთ ფილმი მომავალზე რომელიც ახლა დაგვიდგა და ეს არის ძალიან შემზარავი დღეს რაღაცა შინაგანად თითქოს წერილს წერდი ბატონ თენგის და ვეკითხებოდი რა გაგეხარდებოდათ რომ ფილმი აქტუალური გახდა იმიტომ რომ ეს ყველაფერი ახლა ხდება და რაღაცა დადგება შეიძლება მომენტი რომ ფილმი აკრძალონ 40 წლის წინ გადაღებული ფილმი აკრძალონ თქვენ გახსოვთ ალბათ მოსკოვში თუ პეტერბურგში დააპატიმრეს კაცი რომელსაც ეჭირა ტოლსტოის ომი და მშვიდობა და რახან ომი იყო ის დააპატიმრეს აი ამის გამო და ზუსტად მაგ ნაბიჯით მივდივართ ახლა ჩვენ რა შემიძლიათ გითხრათ რომ მე ვფიქრობ ახლა ცოტა უცნაურ რაღაცას ვიტყვი რომ ჩვენ ვართ ცოტა არ იყოს მოუნანიებელი ცოდვების ქვეყანა და სახელმწიფო ჩვენ ვერ მოვინანიებთ საზოგადოებამ ალბათ საბჭოთა კავშირი ვერ მოვინანიეთ ის ორი მძიმე ომი რომელიც იყო სამოქალაქო ომი ქონდა თბილისში და ქონდა აფხაზეთში ვერ მოვინანიეთ ნაცების მართლობა და ეხლა შევდივართ ახალ ფაზაში როდესაც ალბათ ვერ მოვინანიებთ ამასაც სანამ ალბათ არ მოხდება იცით რომ საზოგადოება დაფიქრდეს დისკუსიები გამართოს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას ტყუილებში აცხოვრებს თავის თავს და თავის მოსახლეობას ალბათ ჩვენ მუდამ ამ ერთ წრეზე ვიტრიალებთ ეს არის ძალიან ტრაგედია ახლანდელ ვითარებას რა ქვია თქვენ რა სახელს არქმევთ რეჟიმია ეს ჩვეულებრივი ტოტალიტარული რეჟიმი ეს აღარ არის ავტოკრატული რეჟიმი ეს არის ტოტალიტარული რეჟიმი და თან იცით როგორი უცნაურობაა რომ არჩევნებიდან ლამის მეორე დღეს ჩვენ უცებ მოდემოკრატიო ქვეყნიდან აღმოჩნდით მძიმე რეჟიმში და დიდხანს სწრაფად თან მოკლედ მართლა ორ დღეში აი ორ დღეში როგორც კი გამოცხადდა რომ აღარ წავალ ჩვენ ევროპისკენ აღმოჩნდა რომ თურმე უცებ ყველაფერი მომზადებულია ეს ახლა რაც ხდება ერთ და ორ დღეში არ მოხდებოდა ეს არის კარგად დამუშავებული გეგმა რომელიც ჩვენ ფაქტიურად შემოგვაპარეს და ცოტა გულუწყობებით ყოფილვართ ჩვენც და ალბათ საზოგადოებას და ალბათ ოპოზიციაც რომ რაღაცა მაინც ცოტა ღრუბლებში დაუფრინავდით და ეხლა რაც ხდება თან იცით რა არის უცნაური დღითი დღე ეს ყველაფერი მძიმდება და მყარდება აი დღეს აღარ ვიცი გუშინ დაიწერა რომ აიტვირთება კანონი ენის შესახებ არ ვიცი აიტვირთა თუ არა რომ ქართული ენა აღარ იქნება აუცილებელი საჯარო მოხელისთვის მე ვიცი რომ მაგალითად საქართველოს სოფლებში სადაც სომხები ცხოვრობენ ქართული საერთოდ არ იციან რუსულიც საერთოდ არ იციან და არიან თავისთვის აი რაღაცა პატარა სომხური ეს ასევე არის აზერბაიჯანულ სოფლებში ასე რომ ქვეყანა არის მიშვებული რა ვიცი საბალახოთ ალბათ დავაზუსტებ შემდეგ რომ არ მოგვედავონ აქ საუბარი იყო რგოლის მაღალი რგოლის მენეჯერებზე რომლებიც აღარ ითვლებიან საჯარო მოხელებად ეს არ ამსუბუქებს არაფერს ენასთან მიმართებაში მხოლოდ დეზინფორმაციას რომ არ მოგვედავონ ეს არის იურიდიული ტერმინი რომელიც მესრულებით ეთახმებთ ხოლმე მაყურებლისთვის და სიზუსტისთვის აი ვამბობდი რომ ძალიან ბევრი ფრაგმენტი ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი იყო თორნიკეს ეს მონოლოგი დაპირისპირება მამასთან ძალიან ბევრს ჰქონდა ეს განცდა რომ აი თითქოს თაობის სათქმელს იქ ამბობს თქვენ როგორ ხედავთ პარალელს ეს არის აქ თაობებს შორის დაპირისპირება არ არის ღირებულებითი დაპირისპირება ზნეობრივი დაპირისპირება უბრალოდ ეხლა ჩემთვის იქ თორნიკეები დგანან აი ეს არის თორნიკეების მდინარე აი საოცრება ხა არ დამავიწყება ეს კადრები დრონებით რაც არის გადაღებული აი პირდაპირ კაშკაშა მდინარე მოედინება და ეს არიან თორნიკეები რომლებიც ებრძვიან ამ მარტორქა ვარლამებს რომელიც ჩვენ ვერ მოვიშორეთ ვერა და ვერ ეს კი რაღაცა ზნეობაში გვაქვს ჩვენ დიდი პრობლემა და ამას უნდა მივხვდოთ არ ვიცი ეს ეკლესიის საქმეა მისი ხელოვნების საქმეა მწერლობის ყველას ერთად საქმეა და ეს არის ის რომ ამ ვარლამებმა შეიძლება გადაგვიჯეგონ ეს არაჩვეულებრივი თაობა რომელიც აი მართლა იცით რაღაცა სუფიქრობ რომ ნეტა არ თავარ ანგელოზი თუ გვეყურებს ზევიდან და აი ამ კაშკაშა მდინარეს ხედავს ტელეფონებს რო აანთებენ და რომ მოედინება ეს თავისუფალი რაღაცა ლაღი შეუპოვარი თაობა ნუ თუ ჩვენ ვერ დავიმსახურებთ რომ გავიდეთ და გავძროთ აი ამ თავისუფლების ბილიკზე მე მგონი აუცილებელია და ძალიან სასაცილოც მეჩვენება რომ აკრძალეს ფეიერვერკები ერთი პერიოდი თქვეს რომ ეს ფეიერვერკების რა ვიცი მოძრაობა არისო
მე ვიფიქრე ალბათ იტყვიან რომ ბუშტების მოძრაობა, ლაზერების მოძრაობა. ალბათ ახლა ტელეფონების ანთებასაც აკრძალავენ, იმიტომ ეს ტელეფონი რო ანთია, მართლა რაღაცა ანათებს, თითქოს ანთელი გიჭირავს ხელში და ყველაფერს ამას აკრძალავენ, მაგრამ ნუ სადამდე მიყვა. მე ბუნკერში ჩაიკეტებიან ალბათ და მზეს ესვრიან, იმიტომ რომ მზე ყოველთვის საშიში არის ამ ტიპის ადამიანებისთვის და ფაქტიურად ისინი არ ვიცი ახლა რაღაცა ბუნკერში არიან ჩაკეტილები. ისინიც ვინც ამას ყველაფერს აკეთებდა, ისინიც ვისაც მათი სჯერა. და ტრაგიკომიკურია რომ არ იყოს ხო? კი ბატონო, არა თქვა იმის თქმა მინდოდა რომ რაღაც ტრაგიკომიკურია, რაზეც საუბრობთ ჩვენი რეალობა და ჩვენი ყოველდღიურობა რომ არ იყოს სამწუხაროდ ლაზერების აკრძალვაზე განსაკუთრებით. და ამის დავაზუსტება ის არავიძეები თუ ამ შემთხვევაში მეორე არ მინდა თქვა თან ერთი და მეორე მხარე თქვა, მაგრამ თქვით რომ აი თორნიკეები არიან იქ, ვისაც არავიძეები ემუქრებიან. მეორე მხარეს რაღაც usახო არის ეს აი არავიძეობაა კლასიკური თუ სახე აქვს მაინც ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, ცებრძვის სინათლეს როგორც ამბობთ, ქუჩაში ანთებულ რაღაც ფანარსაც კი. ბოლოს მზეს. ვარლამი იყო ნიჭიერი. ხატრული სახეა და არ ვეძებოთ ასე პარალელურად. არ მაინც ვიტყოდი რომ აი ძალიან საინტერესო ის არის რომ ვარლამი, ეხლა მეც რაღაცა სხვადასხვანაირად უყურებ ფილმს, რომელიც ამდენი წლის წინ იყო შექმნილი. ვარლამი ძალიან ნიჭიერი არის, მაინც ის შექსპირი, ის მღერის, მას უნდა რომ მოხიბლოს და მონუსხოს და თავისკენ გადაებიროს მხატვარი. აი მისი შვილი აბელი კი ძალიან უნიჭოა, ცომივით არის, მაგრამ ის შეიძლება არანაკლებ დიდი ბოროტება არის, იმიტომ რომ იმას რაღაცა ვერ მოკიდებ ხელს, ვერ ხედავ ის ბოროტე, ეს არის კონფორმისტი, ეს არის კორუმპირებული, ის არის ფულის მოყვარული. შეიძლება ესეთები არიან, ახლა აი ივანიშვილი რომელია? არის ივანიშვილი. კონკრეტიკა არის. მე მგონი ეს არის კრებითი სახე. და რაღაცა კრებითი არქეტიპი გახდა, რაც ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ ნუ ეს რეალობაა და არ უნდა, იცით რა არის, ის ადამიანები, ვინც დგანან ქუჩაში, ისინი არიან იდეალისტები. ცოტა ხნის წინ მელაპარაკა ერთი, ძალიან შეწუხებული ადამიანი და მითხრა, რომ რუსეთი ამას გვიზამს და ევროპა შორს არის და ჩვენ ისევ ამათ ბრჭყალებში ვართ. კი, მაგრამ იცით, ყოველ წუთს რაღაცა ახალი რეალობა დგება. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება. მაგრამ ეს ადამიანები დგანან მტკიცედ და ღირსეულად, აი მებრძოლეები, ვინც გამოვიდნენ, რომ თავისი იდეალები დაიცვან და იდეალები უნდა დავიცვათ და შემდეგ იდეალები დაგვიცავენ ჩვენ. სხვათა შორის ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ალბათ არის მსახიობების და რეჟისორების სიმრავლე ქუჩაში. აი დასები გამოდიან პირდაპირ რუსთაველის გამზირზე, მათი ხმა ისმის განსაკუთრებით მკაფიოდ და ხმამაღლა. უნდა ვთქვა, რომ ეს ხმა მანამდე ისმოდა სცენიდანაც. როცა რუსული კანონი შემოვიდა, გვახსოვს პლაკატები, მათ შორის სახელმწიფო თეატრებში, კერძო თეატრებში, ალბათ ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის შემდეგ არ გვინახავს ასეთი აქტივობა. რა არის მიზეზი? სად არის ამ სფეროდან ზაღლისთავი აქ დამარხული, როგორ ფიქრობთ? ეს ადამიანები ალბათ არ გამოვიდნენ მხოლოდ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამო, აქ მწიფდებოდა ბევრი სხვა რამ მანამდე. დაგროვებული ბრაზის. თვითონ სახელმწიფო მოამწიფა, ასევე იყვნენ მწერლები თავის დროზე, მათ უფრო ადრე ატეხეს, এখন სხვა იმაზე, იცით რა არის, კულტურა არის ყველაზე როგორ ვთქვა, ფაქიზი რადარების მქონე. ის პირდაპირ გრძნობს, რომ რაღაცა იცვლება და ყველაზე მეტად გრძნობს თავისუფლებას. კულტურა თუ არ არის თავისუფალი, ყველა შემთხვევაში თუ კარგი ეს არის ნაწარმოები, ის ყოველთვის თავისუფალია. ციხეში შეიძლება იჭრა და დაწერო არაჩვეულებრივი ნაწარმოები. ამიტომ კულტურა ყოველთვის გრძნობს, საიდან მოდის საფრთხე. და მართლა ქეთს ვიხრი ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ვაჟკაცების წინააღმდეგ მსახიობებს გულისხმობ, რომლებიც ესე დაუდგნენ, თუნდაც ამ პირდაპირ ხატი გახდა რა, ანდრუ ჭიჭინაძე, ზვიად რატიანი, ანდრი კაკაბაძეს, რაღაცა ელიტარი ჩვენი კულტურის და ჩვენი ყველაზე ძვირფასი, აი ნაღები, რასაც იტყვიან. თუმცა უამრავი სხვაც არის, მე მათი სახელები არ ვიცი და ეს სამი ალბათ განასახიერებს მთელ ამ დატყვევებულ თავისუფალ სულს და სულის დატყვევა შეუძლებელი არის. ცენზურის საფრთხე პირველად იგრძნო მაინც ხელოვნებამ, კინომ, თეატრმა, მანამ სასაცილო ცენზურაზე რადარებზე ხო თავისუფლებას ლაპარაკი ძალიან სასაცილო, შეიძლება თეთრი ფურცელი აწიო და ყველა მიხვდეს რას გულისხმობ. ასე რომ ცენზურა, წარმოიდგინეთ, ახლა მონანიება არის საბჭოთა კავშირში გადაღებული, ხო? ვერაფერს ვერ უშვება ცენზურა. ძალიან სასაცილოა ჩვენთვის, იმიტომ რომ იმდენი გზა არის, რომ ამას აურიო და შენს მაყურებელს უთხრა სათქმელი, რომ უბრალოდ ძალიან უნიჭო უნდა იყო, რომ გეგონოს, რომ ცენზურა რამეს მოერევა და აი როგორც ბალახის ყლორტი, მაინც
ამოვა და ასფალტს გაამსხვრევს. ის სიცოცხლე სხვანაირი რაღაცა. ვერანაირი ბეტონი და ეს მოგონილი კანონები ვერაფერს ვერ უზამენ ამ თავისუფლებას. კი ბატონო, გააქვთ გულწრფელი მოლოდინი, რა იქნება მომავალში, როგორ შეიძლება ახლა გაიგდეს მოვლენები? არა მაქვს, იცით, არა მაქვს არაფრის მოლოდინი. ერთადერთი ვიცი, რომ ჩვენ ამ წამში უნდა ვიდგეთ ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად. და როგორი რეალობაც დადგება, იმას მე ვნახავთ, იმის და მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. თუმცა რა არის რაც ძალას გაძლევთ იმისთვის, რომ აი მტკიცედ შეუპოვრად იდგეთ, ან ოპტიმიზმის საფუძველი სად არის დღეს ამ? ხანდახან არ არის აუცილებელი, რომ ოპტიმიზმი მოქცეს გარემო. შეიძლება ხე ყველაზე მძიმე ფსკერში ჩავედით, მაგრამ იცით, ეხლა არის გრძელი დეკემბრის ღამეები. დეკემბრის ღამეებში გრძელ გაჭრებულ ღამეებში მიშვა იესო. ასე რომ ესეც ალბათ ტყუად არ არის, ესეც სიმბოლურია, რომ აი ეს ყინვა, ეს გარეთ დგომა, ამდენი შეჭირვება, ამდენი სტრესი და შეიძლება რაღაც ახალი და თავისუფალი იშვას. ამიტომ მე ვფიქრობ, აი ამას უნდა მივყვეთ, რომ ჩვენ არა ვართ ასე მიგდებული ერი, რამდენი საუკუნე გამოვიტანეთ და ჩვენ ისტორია გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მტკიცეთ და შეუპოვრად ვიდგეთ. ისე ეს არის რეალობა, რომელზედაც მოგინდებოდათ ფილმის გადაღება მომავალში? არ ვიცი, შეიძლება არა. იცით, როდესაც გადავიღეთ მონანიება, ვთქვი, რომ აი ესეთ საშინელ თემას არასოდეს არ მოვკიდებ ხელს და მე მომიწია აფხაზეთზე ფილმის გადაღება, რომელიც არანაკლებ საშიში და საზარელი იყო. ამიტომ ვერაფერს წინასწარ ვერ ვიტყვი. ახლა სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს სიყვარულზე, გმირებზე. მეორე ფილმსაც ძალიან დიდხმაური მოყვა. მონანიებას ბევრჯერ დაუბრუნდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რაზე დგას დღეს სისტემა. დოქსოპულოებზე, აი ვისზე და რაზე დგას, რაც აძლიერებს მას კვებავს, რომ მოიქნიოს კუდი თუნდაც ისტორიული პარალელებითაც შეგვიძლია ვთქვათ რა არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ საერთო სურათი. ეს არის მართლა ორთაბრძოლა სიკეთის და ბოროტების. აი პირდაპირ რაღაცნაირად გაიღო. დოქსოპულები არიან ამ ბოროტების პატარა ჭინკები და პატარა ქაჯები. იმათი ინტერესები დიდი მანქანამ პატარა ჭანჭიკებიც არის ასეთი იმების, მაგრამ საბოლოოდ ეს არის დიდი ბრძოლა და ჩვენ ახლა შევედით ამ ბრძოლაში, მაგრამ ერთი რამე ვფიქრობ, რომ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამდენხანს თავისუფალ სახელმწიფოში არ ვიცხოვრია. და აი ეს ნაკადი, რომელზეც ვამბობ, სინათლის ნაკადი მოდის, ეს არის ამ თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული ადამიანები. ისინი ასე ადვილად ვერ დათმობენ ამ თავისუფლებას. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ რაღაცა სხვა ძალა აქვს, რომელიც მე შეიძლება არ ვიცი და ისინი რაღაცა სხვას ეყნობიან. ჩემთვის ამოუხსნას, ანუ ხუთ განან.